თეაბეგიაშვილი, მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო. გავრცელებული ინფორმაციით ცხინვალში ოსური მხარე იწყებს შეიარაღებას და არის ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკით მას ეხმარება რუსული მხარე და ოსური მხარე ამ პროცესს იმით ხსნის, რომ ქართული მხარე პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მსგავსად იგივე ოპერაციას გეგმავს ცხინვალის რაიონში. Აი რა კომენტარს გაუკეთებთ ამ მოსაზრებას და ბატონ პრეზიდენტო, ვარაუდობთ თუ არა, რომ აქ შეიძლება ვითარება საკმაოდ გამწვავდეს აი ამ შეიარაღების მობილიზებასთან დაკავშირების ერთი შეკითხვა კიდევ ამხარეთ. ხალხო, მე გითხრათ, რომ ჩვენ არავით არის საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს რაღაც დამატებითი ძალები ან ტექნიკა შემოეტანათ. არავით არის საბაბი ამისათვის არ მიგვიცია. ჩვენ ძალიან დელიკატურად ვიქცევით. მართალია ახალ პრეზიდენტს მე არ ვიცნობ, მაგრამ ის რომელიც იყო ადრე, მასთან ჰქონდა სავსებით ნორმალური ურთიერთობა, ჩვენ ერთმანეთს ურეკავდით ხოლმე, ზოგიერთი თხოვნები ჰქონდათ მას დაკავშირებული გაზთან, ელექტროენერგიასთან, სხვა საკითხებთან და ამავე დროს თქვენ იცით, რომ ჩვენ ცხინვალის ზონას სერიოზულად ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. რამდენიმე მილიონ დოლარზეა ლაპარაკი, რომელიც მოხმარდა გზების აღდგენას, შენობების აღდგენას და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს დახმარების და მხარდაჭერის პრაქტიკა ეხლა უნდა შეწყდეს. მაგრამ ის რაც ხდება, არანორმალურია. მე ვერ გეტყვით, რომ ის ტექნიკა, რომელიც შემოიყვანეს ახლა ჩვენს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რამდენიმე ცალი, მე ვიცი სადაც დგას, რამდენიც არის, რამდენიმე ცალი ტანკია და შეიძლება რაღაცა კიდევ ისეთი უმნიშვნელო, უფრო მეტად ჯავის რაიონისაკენ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენ ოსებთან ომი უნდა დავიწყოთ. როცა დავიწყეთ ეს ომი, ეს იყო შეცდომა, საქართველოს ხელისუფლების შეცდომა. გამოუსწორებელი ლამის 10 წელიწადია აგერ ამას ლაპარაკობდნენ. არ უნდა დაგვეწყოს ომი, მაგრამ რახან დავიწყეთ, ეხლა უნდა ვიფიქროთ დამთავრებაზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვზრუნოთ საერთოენა ოსებთან. იქ ძალიან ბევრი პიროვნება განწყობილია ისეთნაირად და სხვა შორის ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობას ბატონი ზასოხოვი, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ ტოლვილები დაბრუნდნენ. ეხლა აქაური ოსები, ტოლვილები, რომლებიც იქ არიან ტოლვილებად, ისინი ცხოვრობენ იმ სახლებში, სადაც ცხოვრობდნენ ადრე ინგუშები. ინგუშები თავისას მოითხოვენ და არა მარტო ინგუშები, ოსებიც მოითხოვენ საცხოვრებელ სახლებს. აი ეს ფაქტორები, რამდენიმე ფაქტორია და აქამდე რუსეთის დაინტერესებაც იმის, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. რაც შეეხება კონფლიქტის თუ საომარი ოპერაციის გამართლებას, იმით რომ ჩვენ პანკისში რაღაც დამატებით ძალები შევიყვანოთ, ან საგანგებო ზომები მიიღოთ იმისათვის, რომ ტერორისტებმა იქ ვერ იპოვონ თავშესაფარი და ასე შემდეგ, ამას ეს არავითარი საფუძველი არ არის. მე იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა იქ პანკისის ხეობაში, ოსური ოჯახი, რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა კიდეც მას შემდეგ, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, გავწმინდეთ, ძირითადად გავათავისუფლეთ პანკისის ხეობა ჩეჩენი ბოევიკებისაგან, მეომრებისაგან. და ამას მხოლოდ მიესალმები და დადებითი პროცესია ეს. რაიმე ისეთ ოპერაციას, ისეთი მასშტაბის ოპერაციას, რომელიც ცხინვალის ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას ხელყოფს, ასეთ ოპერაციას ჩვენ არ გეგმავთ, თუმცა ვემზადებით სერიოზულად. სხვა შორის, ჩემი და პუტინის საუბარში ძალიან დიდი დრო დაიკავა იმან, რომ გაზაფხულზე არ მოხდეს რაიმე გაუგებრობა. მე მას მივეცი პირობა საქართველოდან თქვენ გაუგებრობა არავითარი არ გექნებათ. ერთი კაცის თუ შევნიშნეთ, რომელიც არ ღვევს საზღვარს საქართველოდან გადმომავალი ჩეჩნეთში ან თქვენ სხვა რესპუბლიკებში, ჩვენ გამოვიყენებთ უკიდურეს ზომებს. თვით იარაღის გამოყენებამდეს. პუტინიც ასევეა დარწმუნებული, რომ რუსეთის მხარე ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ ნამდვილი სასაზღვრო ზოლი აშენდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს აშენებდნენ, ცოტა მეტი დრო, 1 წელი არ ყოფნით.
მაგრამ რაც შეეხება რაოდენობა მესაზღვრეები, ჯარის ნაწილები, სხვა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მისი შეპირების თანახმად იმდენი იქნება, რამდენიც საჭიროა, რომ საქართველოს საზღვარი არ დაირღვეს. აი ესა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად და აი ამ მზადყოფნაში არაფრით არ იგულისხმება რაღაცა ცხინვალის მოსახლეობის ხელყოფა, ან თუნდაც ცხინვალში შესვლა და სხვა ამისთვის არ გვჭირდება ჩვენ.